გასულ თვეს ამერიკელი ხალხისადმი მიმართვის დროს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ელექტრონულ ავტომობილებზე ისაუბრა. კვლევებზე დაფუძნებით ჩვენ შეგვიძლია ნავთობზე დამოკიდებულება ბიოლოგიური საწვავით შევაჩეროთ და გავხდეთ პირველი ქვეყანა, რომელსაც 2015 წლისთვის უკვე 1 მილიონი ელექტროტრანსპორტი ეყოლება. ეს გახდა ერთგვარი გზავნილი ვაშინგტონის ავტოშოუისთვის, სადაც უცხოური და სამამულო წარმოების ავტომობილები იყო წარმოდგენილი. აქვე იყო გამოფენილი ეკოლოგიურად სუფთა, ეგრეთ წოდებული მწვანე მანქანებიც. მათგან აღსანიშნავია Ford Focus-ის ელექტროელემენტებზე მომუშავე ავტომობილი, რომელიც ბაზარზე 2012 წელს გამოვა. ჩვენი ჟურნალი მოხარულია, რომ 2011 წლის მწვანე ჯილდო Ford Focus Electric-ს გადაეცემა. Green Car Journal-ის რედაქტორი კოგანი ამაყობს, რომ ამერიკის ავტობაზარზე Focus-ის გაზის მოდელის შემდეგ უკვე ელექტროელემენტებზე მომუშავე მანქანა გამოჩნდა. ეს უმაღლესი ტექნოლოგია იტანება 3-დან 4 საათში, რაც სხვებთან შედარებით მართლაც ძალიან მოკლე დროა. შეკრებილთა მოწონება ასევე დაიმსახურა ელექტრომობილმა Chevy Volt-მა, რომელიც General Motors-მა ჯერ კიდევ 2007 წელს წარმოადგინა. წელს 10,000-ის, ხოლო გაისად 40,000-ის გამოშვებაა დაგეგმილი. ის გვთავაზობს მთავარ არს, თუ როგორი უნდა იყოს ელექტრომობილი, რომ უნდა ქონდეს შიდაწვის ძრავის წარმოქმნელი, რომელიც გამოიმუშავებს ელექტროენერგიას და მძღოლს შეეძლება სვლის გაგრძელება. ადვოკატი ჯეფ პარმეტი, რომელიც სამსახურში მერილენდის შტატში დადის, ამბობს, რომ დეკემბრის მერე 1 წუთი ბენზინიც კი არ დაუმატებია თავისი ავტომობილისთვის. ბევრს დღესაც არ ესმის, თუ რას ნიშნავს ელექტრომანქანა და მისი ფლობა. ეს მართლაც სასიამოვნოა. მართავდი ავტომობილს და არ ფიქრობდე ბენზინის ყიდვაზე. ეს მუდამ ჩემი მიზანი იყო. პარმეტი ავტომობილის ელექტროელემენტს თავის ავტოფარეხში მოთავსებულ სპეციალურ დანადგარში ტენის. Chevy Volt-ი ერთი დატენვით დაახლოებით 65 კილომეტრს გადის, მაგრამ როცა ელემენტი დაიცლება, ბენზინის გენერატორის დარტყმით ის ხელახლა დაიტანება და ავტომობილს უკვე 480 კილომეტრის გავლა შეუძლია. პარმეტი ამბობს, რომ ეს სწორედ ის არის, რაც მუდამ სჭირდებოდა. ეს წარმოების საოცრებაა, ეს უაღრესად კარგადაა გაკეთებული, კარგად იმართება, კარგად უხვევს. მე ქეთს ვიხრი Chevy-ის წინაშე, რომ მათ შეძლეს ამ მანქანის გაკეთება. მე უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ. Chevy Volt-ს ხმა საერთოდ არ აქვს. ზამთრის ამცივ ამინდში მხოლოდ ქარის ხმა ისმის. პარმეტი მანქანის მაღალ ტექნოლოგიურ მოწყობილობას ამოწმებს. ეკრანზე აისახება ვიდეო თვალი, ნავიგაციის სისტემა და ელემენტის მდგომარეობა. ეს მიჩვენებს, რომ ენერგია ელემენტიდან საბურავებს მიეწოდება და როდესაც ფეხს აქსელერატორიდან ვიღებთ, შემდეგ პირიქით ხდება. ენერგიის აღდგენა კი სამუხრუჭე სისტემით წარმოიქმნება. ავტოფარეხში დაბრუნებისას პარმეტი ამბობს, რომ ამ მანქანაში ორჯერ ძვირი ფასის გადახდა სხვა მანქანებთან შედარებით ნამდვილად ღირს. ეს მანქანა იმისთვის ვიყიდე, რომ მინდა ნავთობზე მომუშავე ტრანსპორტის დრო დასრულდეს და ახლა მინდა განცხადება გავაკეთო. ეს იყო ნამდვილად რეალური შანსი ამ საქმის დასაწყებად. პარმეტი ფიქრობს, რომ ამერიკელები უკვე მზად არიან ეკოლოგიურად სუფთა ავტომანქანებისთვის, რაც ენერგიას უფრო მეტად დაზოგავს ვიდრე დღევანდელი ავტომობილები. საზოგადოებრივ ადგილებში, რაც უფრო მეტი ელექტროდამტენი სადგურები დამონტაჟდება, მით უფრო მალე დაეცემა ფასები ელექტრომანქანებზე. პარმეტი დარწმუნებულია, რომ მას მალე ბევრი მიმდევარი გამოუჩნდება. ლევან ღირსიაშვილი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.